მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეო ინსტრუქციაში ნახოთ თუ როგორ შევცვალოთ ის პარამეტრები, რომელიც ხელს გვიშლის ინტერნეტიდან და ფოსტიდან გადმოწერილი ფაილების გახსნაში. ამ პარამეტრების შესაცვლელად უნდა გქონდეს ეკრანზე რაიმე Word-ის ფაილი, PowerPoint-ის ფაილი ან Excel-ის ფაილი. შესაძლებელია ეს გავაკეთოთ ახალი ფაილის გახსნის მომენტშიც, ანუ გავხსნათ მაგალითად ახალი ფაილი, აქედანაც არის შესაძლებელი და შესაძლებელი არის ასევე ნებისმიერი ფაილის გახსნისას. მაგალითად ეს არის ინტერნეტიდან გადმოწერილი ფაილი, ნებისმიერი ინტერნეტიდან გადმოწერილი ფაილი შეგიძლია გახსნათ. შემდეგ უნდა გადახვიდეთ file menu-ს ჩანართში, უნდა მოძებნოთ options რო წერია აი ამას დააწყაპოთ. შემდეგ გამოსულ ჩამონათვალში მოძებნოთ trust ცენტრი, დააწყაპოთ Z. შემდეგ შეხვიდეთ აი ამის setting-ებში, აი ამ ღილაკით. მოძებნოთ protected view, აი ეს ღილაკი დააწყაპოთ Z და გამოურთოთ აი ეს სამი პატარა ღილაკი, ესე ჩაფჭაფჭიჭკულები რო იყო. ნუ მიცეთ OK და მიცეთ ისევ OK. ნუ დავხმაურებთ ამ ფაილს და ხელთავიდან გახსნის დროს აღარ გექნებათ პრობლემა. გახსნის აი ამ ფაილს შეუძლებელი. ნუ შეიძლება კიდევ გამოიტანოს ერთი ფანჯარა აი აქ და დაეთანხმეთ ამოწოს yes თუ OK უნდა მისცეთ და ამის შემდეგ ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. ამ ერთხელ გააკეთებთ და სხვა შემთხვევაში ინტერნეტიდან გადმოწერილი ფაილები გაიხსნება ჩვეულებრივ. იგივე ფუნქციები უნდა გამოურთოთ აი აქ PowerPoint-საც და Excel-საც, მაგალითად გავხსნათ Excel-ი. აი აქაც უნდა გადახვიდეთ File, Options, შემდეგ Trust ცენტრი, Setting-ები, Protected View და აი აქ ახლა ჩვენთან გამორთულია, ესენი იქნებიან ჩართულები და უნდა გამოურთოთ, ანუ ტიჭკები აქ აღარ უნდა იყოს. OK და OK. და იგივე სიტუაცია PowerPoint-შიც. შეგიძლიათ ეს ფაილით სინჯოთ ინტერნეტიდან გადმოწერილი ფაილით, ან ნებისმიერი ფაილით და ასევე თქვათ მოძებნოთ ან შექმნათ ახალი PowerPoint-ის ფაილი. აქ ჩვეულებრივ ახალ PowerPoint-ის ფაილს შექმნით და აქედან File და Options. ან როგორც გითხარით, უკვე შექმნილი ფაილი გახსნათ. File, Options, შემდეგ Trust ცენტრი, შემდეგ Setting-ები, შემდეგ Protected View, ჩვენთან გამორთულია და თქვენთან ჩართული იქნება და უნდა გამორთოთ, ანუ დააწყაპოთ Z და ეს ტიჭკები აღარ უნდა იყოს. OK და OK. ამით პრობლემა მოგვარდება. მადლობა ყურადღებისათვის.